ლევანდელ სახარების განმარტებაში ეწერა, რომ ადამიანი, რომელიც სიკეთეს აკეთებსო და შინაგან მის სინდისის ხმას უჯერებს და მიყვება ამ სიკეთის ხმასო, მაშინ საოცარი სიხარული შემოდისო. აი ყველა გაკეთებული სიკეთის შემდეგ რაღაცა საოცარი სიხარული ეუფლება ადამიანს. ვიღაცას შეეწია, ვიღაცას დაეხმარა და მისი გული ძალიან ხარობს. და რაღაცა შინაგანი ბედნიერების განცდა აქვს ადამიანს. და შინაგანად ძალიან ბედნიერდება ადამიანი ნებისმიერი სიკეთის გაკეთების შემდეგ. და ესევე ადამიანი როცა ცოდვას ჩადის, არ რაღაცა სიბოროტე ჩადის, იმ წუთშივე მის გული ნადგურდება. იმ წუთშივე გზნობს რომ რაღაცა საშინელება ჩაედინა, სახე უწილდება, რცხვენია, ვეღარ უყურებს მეორე ადამიანს, სიცხვილის გზნობა ემართება უკვე, საშინელის აქვს, სანამ ადამიანში ეს სინდისია ჯერ კიდევ. და ადამიანი ამ სინდისს არ ჩაკლავს და არ განადგურებს, ჯერ კიდევ ამაზე წუხილი აქვს. და მე გარბის მოძღვართან ეუბნება რომ მამაო გეხვეწები, შემინდე, რაღაცა ძალიან არასწორად ვიქცევი, მაპატიე, მამაო, რაღაცა აი არ ვიცი რა მჭირს ეს, აი ვერვერევი საკუთარ თავს. ამდენი ცუდი აზრი, ამდენი ბილწი აზრი, ამდენი განკითხვი, საიდან მომდის, არ ვიცი, იცი როგორ არ მინდა მამაო, ამის შადენა ძალიან არ მინდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერვერევი თავს, გეხვეწები, ჩემთვის ილოცვე მოძღვაროთ, გეხვეწები, დამეხმარე რომ ამ ყველაფრისგან განთავისუფლდე, რომ მე წმინდა და მართალი ცხოვრება მინდა. მე იმიტომ მოვედი ეკლესიაში, რომ ჩემი სული გადამერჩინა, სული სარკეში ჩამეხედა, ჩემი მანკიერებები და ჩემი ცუდი მხარე აღმომეჩინა და ეს ყველაფერი გავამესწორებინა. ამიტომ ვარ ეკლესიაში. ამიტომ მოვედი ამ წიაღში. მინდა ღმერთო შენ შეგიმეცნო. მინდა ღმერთო შენ გაგიცნო თელი არსებით. მინდა შენი სიკეთეები გავიცნო. მინდა რომ შენი სიკეთეების თანამონაწილე გავხდე მეც. მე მინდა რომ შენ წიაღში ვიყო ღმერთო. შენ დაგიახლოვო ღმერთო ჩემი ცხოვრება. აი ესე რომ დაიწყებთ ლოცვას, ამას რო თხოვთ ღმერთს, მე ნახავთ საოცარ შეწევნას ღვთისას. აი საოცარ შეწევნას ნახავთ ღვთისას. ისეთი ბედნიერები იქნებით ყოველდღე, რომ გატკენენ, მაშინაც კი ბედნიერები იქნებით. აი წარმოიდგინეთ, ხო როგორი თუ რამეს გეუბნებით, მაგრამ როდესაც ცხოვრებაში ყველაზე მძიმე განსაწელი შეხვდება, ყველაზე მძიმე განსაწელი, ეგეთი განსაწელი შეხვდება, მაშინაც კი შეძლებთ ღმერთს მადლობა გადაუხადოთ. მაშინაც კი ამას შეძლებთ. როგორც იობმა შეძლო ეს, როგორც იობმა შეძლო, რომ ღმერთს საყვედური ერთი წამითაც არ უთხრა, პირიქით, ყველა მისი განსაწელის შემდეგ კიდევ უფრო მადლობდა ღმერთს, იმიტომ რომ მას ღმერთი ყავდა გულში. მან ღვთის სიკეთეები იცოდა, ის ღმერთს მთელი არსებით იცნობდა. და მე საოცარია იობის სიტყვები ბოლოს უკვე ამ ყველა განსაწელის შემდეგ ყველაფერი დაემართება, ყველა რომ აი მე ბოლოს ამას ესეთ რამესო, ღმერთო, ადრეო, შენ შესახებ სმენოდაო, გაგებული მქონდაო შესახებო, დღესო, ჩემ ნესტოებში გრძნობო შენო, ანუ ჩემ შესუნთქვაშიც გრძნობო შენო. ანუ შენ შესახებ კი არ ვიციო, მთელი არსებით ჩემში ხარო შენ უკვე, მთელი არსებით შემეცნებული მყავხარო შენო ღმერთო. ამას ამბობს იობი, ანუ წამე როგორ დაუახლოვა ამ განსასწელებმა, როგორ დააახლოვა ღმერთი იობი ღმერთს როგორ დაუახლოვდა და როგორ შეიგზნო მთელი არსებით ღმერთი. პავლე მოციქული ამბობს, იად მეთქვა თქვენთვის ეს რომ არ ვარ მე ცოცხალი, მე არ ვარო ცოცხალიო. ჩემშიო ქრისტე ცოცხლობს, ანუ მე ჩემი პიროვნული მე მოვკალიო ჩემშიო და ჩემში ქრისტე გავაცოცხლეო. ანუ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. რას ნიშნავს ეს რომ უკვე პავლე მოციქული უკვე ყველა ადამიანს უყურებდა, როგორც ქრისტე შეხედავდა ადამიანებს. აი, როგორც ქრისტე უყურებდა ადამიანებს, ისე უყურდა პავლე მოციქული ყველა ადამიანს. და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა ეს მადლი და წყალობა რომ ბედნიერები იყავით ყველანი, დალოცულები იყავით, ღვთის სიკეთე, ღვთის კურთხევა, ღვთის წყალობა ღმერთმა არ მოგაკოთ არასოდეს და შეგეწიოთ ყველას ღვთის მადლი და გაგაძლიეროთ ღმერთმა და ღმერთმა დაალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა დაგვილოცოს ღმერთმა, ყველა განსასწრებისაგან იხსნას ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს და დაიცვას ღმერთმა ჩვენი ქვეყანა და ღვთის კურთხევა, წყალობა და სიკეთე მადლი ღმერთმა ჩვენს ქვეყანას არ მოგოს. ყველა ძალიან გთხოვთ რომ ძალიან ილოცეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და თხოვეთ ღმერთს რომ მე სულ ამას თხოვ ხოლმე, დღე რომ მითენდება, დილა რომ მითენდება, წირვას რომ ვიწყებ, ნებისმიერ მსახურებას სანამ დავიწყებ ხოლმე, ღმერთს თხოვ სულ ერთ რამეს. ღმერთო, ქართველებს ერთმანეთი შეგვაყარე. ამით ვიწყებთ შემლოცვას. მე ვიცი რომ თუ ქართველები ერთმანეთის შეყვარება შევძლებთ, ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად წინ წავა. თუ ქართველები ღმერთს დავემოწაფებით და ვისწავლით ღმერთთან ურთიერთობას, ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად წავა წინ, ძალიან სწრაფად. როგორც ხორციელად და სულიერად ხო თავისთავად წავა და წავა წინ. როცა ადამიანი სულიერად ძლიერი ხარ, მაშინ ხორცი ძლიერდება. როცა ადამიანი სულიერად სუსტი ხარ, სულ ფიზიკური სიძლიერე ქონდა, ის ხორცი ძლიერი ნადგურდება და ისპობა. ამიტომ სული სიძლიერე ყველაზე დიდი სიძლიერეა და ღმერთმა უსურო ჩვენს ქვეყანას ეს სულიერი სიმხნევე, სულიერი სიმტკიცე და ღმერთში მყოფობა უსურო ჩვენ ქვეყანას ღმერთმა და მადლი და წყალობა ღმერთმა არ მოგაკლოთ. ამინ.